როგორც ქრისტიანებმა ვიცით და ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ეკლესიის სიტყვა ეს არის ღვთის სიტყვა, ის რაც დღეს წარმოითქმის, არ განსხვავდება იმ სიტყვისაგან, რომელიც წარმოითქმებოდა მოციქულთა დროს. მოციქულთა დროს ერთ-ერთი რაც ითქმებოდა, ეს იყო ის, რომ უკანასკნელი ჟამი არის. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უკანასკნელი ჟამია მას შემდეგ, რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. იმიტომ რომ როდის დადგება სამყაროს აღსასრული, ანუ სამყაროს გარდაცვალება მთლიანად სიკვდილისაგან სიცოცხლეში, როცა ახალი ცა და ახალი ქვეყანა შეიქმნება, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ეს არავინ იცის. რომელიღაცა თაობაში ეს მოხდება. და ეს თაობა, ჩვენი თაობა იქნება, შემდგომი თაობა იქნება, 500 წლის მერე იქნება, კაცშვილმა არ იცის. და ჩვენ ისევე უნდა ვიყოთ მოლოდინის მდგომარეობაში, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები იყვნენ. ხშირად ხდებოდა ხოლმე, ახლა ხშირად ხდება, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს ერთგვარად ადანაშაულებენ ჭყალებში, ოღონ, რომ მათ ეგონათ, რომ უფლის დიდებით დაბრუნება მალე მოხდებოდა. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით მათ პერიოდშივე. ეს ესე ეგონათ და ამაში არის რაღაც სიმართლე, მაგრამ ეს მათი ნაკლისულაც არ არის, იმიტომ რომ როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და ღმერთი და ადამიანი შეერთდა და სასუფეველის კარები გაიხსნა, უბრალოდ შეიძლება ლოგიკურადაც იფიქროს ადამიანმა, რომ რაღაც საჭიროა, რომ გააგრძელდეს სამყაროს არსებობა, ყველანი ერთად შევიდეთ სასუფეველში. მაგრამ ადამიანის გონება და ადამიანის აზროვნება, ადამიანის ზრახვა განსხვავდება ღვთის გონებისა და ღვთის ზრახვისაგან და ღმერთმა ისურვა ესე, რომ მას შემდეგ აგერ 2000 წელი გასულიყო. ამაში არის სასიხარულოც ის, რომ უამრავი ახალი ადამიანი ემატებოდა და შეემატა და კიდევ შეემატება სასუფეველს. თუ სამყარო ადრე დასრულდებოდა, ამდენი ვერ შეემატებოდა. ეს საიდუმლოებაა, მოკლედ რომ ვთქვა. მაგრამ ის, რომ რომელიღაც თაობაში ეს მოხდება და ჩვენ არ ვიცით რა რომელ თაობაში მოხდება, ჩვენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ვით მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. არ ვიცით ეს როდის მოხდება. ეს ერთი. მეორე, თითოეული ჩვენგანის გარდაცვალება. თქვათ არ მოხდა ჩვენ თაობაში. ეს ჩვენთვის არც პლუსია ერთგვარი და არც მინუსი. არამედ მოვლენათა ჩვეულებრივი წყებაა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ და წარვდგეთ ღვთის წინაშე. ისევე როგორც უფალო დაბრუნდება, წარვდგებით მის წინაშე. ასე რომ პრინციპული განსხვავება, კაცმა რო თქვას, არც კია, არც არსებობს. ინდივიდუალურად წარვდგებით, ყველა ჩვენ დროს გარდავიცვლებით. და ის, რომ უკანასკნელი ჟამი ამ სიტყვის საღვთისმეტყველო გაგებას, როცა ვახსენებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთის განკაცებით რაღაც შეიცვალა სამყაროში, რომელმაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე დაგვაყენა ჩვენ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში ვიბადებით, ეს კი ნამდვილად ფაქტია.